საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. მიმართვა რუსეთს. მაგრამ ვიდრე რუსეთამდე მივალთ, მანამდე საქართველოში მიმდინარე პროცესებს გადავხედოთ. რა კი აგვისტოს დღეებია, რა თქმა უნდა, ვერ ავსდებით იმ მოვლენებს, საიდანაც კარგი ხანი გავიდა, მაგრამ იმდენად ტრაგიკულია საქართველოს ისტორიაში, რომ ჭრილობებს ჯერ კიდევ ვერ ვიშუშებთ. იმას, რაც აქამდე ვიცოდით, კიდევ ერთი ახალი შტრიხი დაემატა. აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ ყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აყავდათ. რატო? ხრეტდნენ. ჩვენები? ჩვენები. ანუ იმის რატომ იყო ეს აუცილებელი? აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, მას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ეხლა მე ისე კი არ ვამბობ, ვინც ხრეტდა ეხლა. იქით ამ ხედანაც ხო იგივე ხდებოდა? იქ დისციპლინა იყო. იქ. ოკეი. იქ იყო, იმიტომ იქ იყო რუსული დისციპლინა. და ისინი იყვანდნენ ტყვეებს. ამ შემთხვევაში საუბარია აფხაზეთის ომზე, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ამას. აფხაზეთის ომია, ცხინვალის ომია, თუ სხვა ომია, თუ საერთოდ სხვა სახის მოვლენებია. ეს არის ერთგვარი დახასიათება ქართველების. მეტისმეტად უარყოფითი დახასიათება. მე მესმის, რომ დისციპლინა მაშინ ქართულ ჯარში თუ საერთოდ შეიძლება მას ჯარი დაერქვას, ვერ იქნებოდა. ამდენად ვერ იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველები ისეთი სასტიკები ვიყავით, რომ ტყვეებს კი არ ვიყვანდით, არამედ განურჩევდათ. ხრედითო. არ მგონია, რომ ქართველთა სწორი დახასიათება იყოს და არ მგონია, რომ თვითონ ფაქტიც სწორი იყოს, თუნდაც რომელიმე კონკრეტული შემთხვევისათვის. არ მგონია, არ ვართ ქართველები ასეთები. აი ერთი ძველი видео, რომელიც სწორედ რომ საწინააღმდეგოს лапаракობს. С первого дня еще война не началась, меня поймали в Тамише. Тамише, да? Да. Ну как с вами обращались? Нормально? Очень хорошо. Которые с нами ребята сидели как братья, вот так вот обращались. Вот у нас ничего не было абсолютно. У нас были рубашки, ну летнее время было же. Летом это было. Одели нас, все вот это дали, когда нам холодно стало. Передачи их родители приносили нам, накормить давали. Мы там с голоду не умирали вообще. И без нас они И не без кушали. нас они не кушали вообще. Я благодарю, спасибо им говорю. აი ხომ ხედავთ, როგორ ალაპარაკდნენ დახვრეტილები, დახვრეტილი ტყვეები. თურმე ჯერ ერთი არავის დაუხრეტია და მეორეც არც ისე სასტიკად ეპყრობოდნენ, როგორც ქართველები დაგვახასიათა ბატონმა ბარამიძემ. ქართველებს ბევრი რამ შეიძლება დააბრალო, ბევრ რამეში შეიძლება შეედავო. ბევრ რამეში შეიძლება ისინი მართლები არ იყვნენ, მაგრამ დააბრალო სისასტიკე და თანაც სამხედრო სისასტიკე. ტყვეების აყვანაზე უარის თქმა და პირდაპირ დახვრეტა. მე მგონი ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება ქართულ ბუნებას, ქართულ სულს, ქართულ აღზრდას, ქართულ ტრადიციებს, ქართულ რელიგიურ კუთვნილებას. არა, ეს ნამდვილად გადაჭარბებულია, ეს აშკარად ცილის სამემდურია. აი კიდევ ერთი პატარა ეპიზოდი. ყველასთვის კარგად ცნობილი ჯაბა იოსელიანი. ბაივიკებს რო უძახიან ეს 100 ჩვენ ავიყვანეთ ტყვეთ და მე რო 2-3 დღე დავაწერინე იქ რომ ჩვენ აღარ ვიზამთ ამას რაღაცები და გავუშვით რა ხარ ამბობ ეს ამას არ წამოყვანეთ ეს სასიკაც ხარ დავხვერდავთ იმათად ხეს ჩვენ აცი აღარ ვიზამთ ყველაფერი ეს სამუთები მე მაგ ჩვენ აი აქ ფოტოშოპს აი აქ არის სამუთები გაჩვენებთ თუგით აი ხელმოწერილი ყველაფერი აქ ჯაბა იოსელიანი შესაძლებელია ბევრს არ უყვარს საქართველოში, მაგრამ ნახეთ როგორი გულწრფელობაა მის ერთ წინადადებაში. აბა ხომ არ დავხრდითო. არა, მართლა 100, აბა ხომ არ დახრდნენ. 100 იქნებოდა 200 თუ ნაკლები. არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხუმრობაც კი გაჩენილა თავის დროზე და ამასაც ჯაბა იოსელიანის პირიდან მოვისმენთ. და აი თქვენ ჯაბა თითო ოსში გოჭი აიყო. 100 გოჭი ავიღეთ რომ ეს ოსში გოჭები რო 100 კაცი რო გავუში 100 გოჭი ამიღია რა. აი ეს რაღაცა სისულელე და ხარ სწორად დრავდა რა 100 გოჭი.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ჯაბა იოსელიანი თითო ტყვეში თითო გორჩს იღებდაო. ძნელი დასაჯერებელი კი არ არის, დაუჯერებელია, რა თქმა უნდა, ეს გამოგონილი ხუმრობაა, მაგრამ აქ ეს კი არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ჯაბა იოსელიანისა და მაშინდელი სამხედროების მიერ ტყვეთა უპრაგონო განთავისუფლების გამო გაჩნდა ეს ხუმრობა, ეს იუმორი თუ შეიძლება ამას იუმორი ეწოდოს. ტყვეებს ანთავისუფლებდნენ, იმიტომ რომ არ იცოდათ საცა ეყვანათ. არც ჰქონდათ ალბათ ორგანიზებული ეს ყველაფერი თუ უნდა ყოლოდათ ეს ტყვეები და ამიტომ დახვრეტაზე კი არ მიდიოდნენ, განთავისუფლებაზე მიდიოდნენ. ამის გამო ბატონ ბარამიძის ეს გამოსვლა რა თქმა უნდა დასაგმობია. ერთნიშნულოვნად დასაგმობია, იმიტომ რომ ეს არის ცილისწამება ქართველების მიმართ. მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარე არის, საკითხის მეორე მხარე. რა დაგვემართა მაშინ, რა მოგვივიდა მაშინ დღემდე არის დავა და კამათი, რა თქმა უნდა აბსოლუტურად გაუმართლებელი დავა და კამათი იმასთან დაკავშირებით თუ ვინ დაიწყო, რა თუნდა ამას მტკიცება. ვინც დღეს 18 წელს არის გადაცილებული, მაშინ ცოცხლობდა ყველა, ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე და ჩვენ ყველა ჩვენი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი. ასეთ თარიღებს არ ივიწყებენ ხოლმე. 2008 წლის 7 აგვისტოს სააგაშვილი მისი არმიით შეიჭრა ცხინვალში. აქედან წავიდა მთელი ის უბედურება. ამას მოყვა რუსეთის არმიის შემოსვლა და ამას მოყვა ყველაფერი ის, რა შედეგიც დადგა. პირველ რიგში ამას მოყვა დახოცილთა დიდი არმია, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან დიდი რიცხვია ეს და ამას მოყვა გარდა ამისა, ამ უბედურებისა, ამ ტრაგედიისა, ამ სისხლისა, ამ სწრაფლისა, ამას მოყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ. მართალია, ბევრი ქვეყანა არ აყვა ამას და ბევრმა არ დაუჭირა მხარი, სულ რამდენიმე იყო თითზე ჩამოსათვლელი. ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე დღის წინ წაიღო უკან მისი ეს აღიარება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც იმ მასშტაბის სახელმწიფო, როგორც რუსეთია, აღიარებს შენი ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მას არა მარტო დეკლარირება შეუძლია ამგვარი ფაქტებისა, არამედ შეუძლია ამ დეკლარაციის შესაბამისად მოქმედება და რეალურად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ჩვენგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. არა მარტო მოწყვეტილი აღმოჩნდა, არამედ დღეს იქ რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ეს არის ფაქტი, ამას ვერცად ვერ გავექცევით. ამიტომ სააგაშვილის გასამართლება სხვა მოტივებით, კი იმ სხვა მოტივებითაც უნდა გასამართლდეს, რაც დანაშაულია და რაზეც იურიდიული სამხელი არსებობს, მაგრამ მისი უპირველესი დანაშაული ეს არის სწორედ საქართველოს ტერიტორიების დანაწევრება მისი ავანტურისტული გადაწყვეტილების გამო, მისი შეჭრის გამო ცხინვალის რეგიონში. რატომ მოხდა, როგორ მოხდა, თვითონ გადაწყვიტა, სხვამ გადააწყვეტინა, ამაზეც ბევრი დავა და კამათი მიმდინარეობს. დღემდე ისმის საქართველოში ის მოსაზრება, რომ აი ამერიკელები ეუბნებოდნენ მას, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. ეს არის სრული აბსურდი. ისინი ამას თუ ეუბნებოდნენ ხმამაღლა საჯარო განცხადებების დროს. ხალხს როცა ესმოდა, მაშინ ისინი ასეთ რამეს ამბობდნენ, მაგრამ სინამდვილეში მათ უბიძგეს, მათ წააქეზეს. და ამანაც დაიჯერა, რომ ასე ძალისმიერი პოზიციებით აღადგენდა კონსტიტუციურ წესრიგს, როგორც თვითონ ამბობდა, და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამარჯვება იქნებოდა მის ბიოგრაფიაში, მის ისტორიაში და ალბათ საქართველოსთვისაც, მაგრამ საქმე ის არის, რომ უნდა განჭვრიტოს ქვეყნის პირველმა პირმა პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა. რეალურია ეს თუ არ არის რეალური? დადგება ის შედეგი, რა შედეგსაც კპირდებიან შენი კეთილი მსურველები, თუ არ დადგება ის შედეგი. სააგაშვილმა ეს ვერ განჭვრიტა. სააგაშვილი ჩაითრიეს იმავე რანგის მოვლენაში 2008 წლის აგვისტოში, რა რანგის მოვლენაც შემდეგ გახდა უკრაინის ამბები. იგივე უნდათ საქართველოში გაეკეთებინა. პირველი მცდელობა აქ ჰქონდათ, მაგრამ რუსეთმა მაშინ რაღაც 2 დღეში ყველაფერი ეს ალაგმა სააგაშვილი იქიდან გამოაპანღურა და ეს ისტორიაც
ამით დამთავრდა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ტრაგიკულად და დამანგრევლად, მაგრამ მაინც დამთავრდა და არ მიიღო ის მასშტაბები, რაც უკრაინაში მიიღო. ეს გასაგებია. უკრაინა უზარმაზარი სახელმწიფოა თავის ტერიტორიით, მოსახლეობით, შესაძლებლობებით და ასე შემდეგ. ამიტომ უკრაინაში ასეთი სახე მიიღო, მაგრამ ჩვენ რაც მოგვივიდა, ჩვენ რაც დაგვემართა, განა ის ცოტაა, განა ის ადვილად მოსაშუშებელია, განა ის ადვილად დასავიწყებელია. როგორ შეიძლება ამ მასშტაბის დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, სახელმწიფოს პირველმა პირმა და ის ამისთვის არ გასამართლეს. სააკაშვილი სწორედ ამის გამო უნდა გასამართლეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის ჯერ გაკეთებული. სააკაშვილი ტრაბახობდა. სააკაშვილი მას შემდეგ, რაც ის დამარცხდა და გამოაძევეს ცხინვალის რეგიონიდან, რუსთაველზე აღლუმებს მართავდა და გამარჯვებას ეიმობდა. მაგრამ ისე სიტყვიერადაც ტრაბახობდა და მეუბნებოდა, რომ ის იმ მასშტაბის ლიდერია, იმ მასშტაბის ხელმძღვანელია, რომ მას რუსეთიც კი, სახელმწიფოც კი უბატონოდ ხმას ვერ გასცემს. გახსოვთ, რაღაცა დიდი ხანი აღარავინ აღარ ამბობს, რომ საქართველოს დაბომბოს. აღარ გახსოვთ 3-4 წლის წინ ეს იყო რუტინული განცხადებით, დღე გამოშვებით. ჩვენ წავალ და დავბომბავთ. განვახორციელებთ პრევენტიულ დარტყმას. იცით რატო აღარ ამბობენ? დაგბომბავენ და კარგ ჩიცად დაიჭერენ და კარგათაც მოხდება ცხვირში. ამ განცხადებაზეც არ ეტყობა რა დონის სერიოზულობის მატარებელია ეს კაცი. რა თქმა უნდა ეტყობა. ასე არ ლაპარაკობენ ხოლმე ლიდერები, მით უმეტეს პატარა სახელმწიფოს ლიდერები, როდესაც მოწინააღმდეგე ან მტერი, როგორც თვითონ იძახოდა, არის იმ მასშტაბის ქვეყანა, როგორც არის რუსეთი. არ ლაპარაკობენ ასე, მაგრამ თუ ასე ლაპარაკობენ, ასეთ შემთხვევაში რაღაც არგუმენტებსაც მოაყოლებენ ხოლმე. რას ეფუძნება მისი იმედები, რომ თუ რუსეთიდან რამე სახის აგრესია იქნება, ცხვირში მოხდება რუსეთს. რას ეფუძნებოდა მისი იმედები და რა არგუმენტი გითხრა მან? ლაგატკების სროლელი მინისტრები ჩაბარდა წარსულს. ეხლა არის ოქრუაშვილი აქ, რომელიც ცოტათი უფრო სერიოზული პოლიტიკის გამტარებელია. წარმოგიდგენიათ, რას გვეუბნებოდა და რა იყო მისი არგუმენტი. მას თავდაცვის მინისტრად ყავდა ოქრუაშვილი. და როდესაც ოქრუაშვილი მყავს, რომელიც სულაც არ გავს მის წინამორბედ მინისტრებს, ასეთ შემთხვევაში მე ქვეყნის პირველმა პირმა შემიძლია განვაცხადო, რომ რუსეთი აგრესიის შემთხვევაში მიიღებს საკადრის პასუხს. მოგწონთ ეს ლოგიკა, ეს არგუმენტი? თუ მოგწონთ, აგერ არის. მაგრამ შემდეგ როგორ წავიდა მათი ურთიერთობები, აი ერთ-ერთი ეპიზოდი მოგვიანებით, რას განაცხადებს სააკაშვილთან დაკავშირებით ოქრუაშვილი. იმის მერე გავიდა 9 წელია. სააკაშვილმა პოლიტიკური სილა და ალიყური ხალხისგან მაშინ მიიღო მაკულაფრის გამო რაც საკეთებდა. სააკაშვილი მაშინ საფრთხე იყო და დღესაც იმეჩნია რომ მაშინ საფრთხე იყო ქართული სახელმწიფო. ახლა მაინტერესებს. აი ახლა ივანიშვილი უფრო დიდი საფრთხე არის, ვიდრე ვაშაძის უკანასკნელი სააკაშვილი. საფრთხე დღეს სააკაშვილი არის საფრთხობელა. აი ასე დასრულდა პრეზიდენტისა, უმაღლესი მთავარსარდლისა და მისი თავდაცვის მინისტრის ურთიერთობა შემდგომში. არა, ამით არ დასრულებულა, იყო ოქრუაშვილის დაპატიმრება, იყო დაპირისპირება, იყო ერთი უბედურება, როგორც არის ხოლმე მიღებული, როგორც ამბობენ, ვერ შემდგარ სახელმწიფოებში. ასე მოგვივიდა, ასე დაგვემართა ჩვენც. ერთი ეპიზოდი მინდა შეგახსენოთ, როგორ გვამშვიდებდა თბილისელებს სააკაშვილი მაშინ იმ დღეებში, აგვისტოს დღეებში. მე მინდა უბრალოდ მოვმართოთ ახლა უკვე ორგანიზაციული საკითხით. მე ვაგიდა სრული პასუხისგებლობით გითხრათ, რომ ხვალამდე მინიმუმ თბილის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე ამას ვლაპარაკობ სრული პასუხისგებლობით იმისათვის, რომ თბილისელში არ აწყდეს რაიმე სახის პანიკა, თბილისელებმა არ დაიწყონ
სადმე მოძრაობა. მე გაძლევთ სიტყვას, რომ ყოველ საათში ერთხელ ჩვენ მოგაწვევთ დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ გადაადგილდება მოწინააღმდეგე ან თუ საერთოდ გადაადგილდება. ჩვენი ჯარი, რაც გამოვიყვა ჯერთი იცავდებოდა ჭორები, ხალხმა დაინახა მოძრავი კოლონები ჩვენი ტანკების და ჩათვალა, რომ ეს რუსებია, ეს ასე არ არის ნამდვილად. ჩვენი ტანკები და ჩვენი артиლერია განლაგებულია სადღაც იმ ადგილებში, სადაც თბილისი და მისი შემოგარენი არის დაცული. მოწინააღმდეგეს გადაადგილებებს მონიტორინგს ჩვენ უკეთებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 7-8 საათით ადრე გვეცოდინება მათი მოძრაობების შესახებ და თავისთავად ამ მოძრაობას სჭირდება მრავალი საათი თუ არა რამდენიმე დღე. თუ მათ ეს გადაწყვეტეს. აი ასეთი გახლავთ ეს განცხადება, რომელიც იმ დროს არის გაკეთებული და ეს ფრაგმენტი იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანა, თუ სანამდე იყო საქმე მისული. პრაქტიკულად ასეთ შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო. ანუ თბილისის აღებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა არ დავიწყებ საუბარს იმაზე, თუ რატომ არ მოხდა ასე და ასე შემდეგ, ამას ვრცელი და სერიოზული ანალიზი ჭირდება, მაგრამ რეალურად აქამდე იყო საქმე მისული. მე მინდა წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, აი ამ კაცის ხელმძღვანელობის ვითარებაში. ასეთი წარმოუდგენელი რამ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს კაცი ოდესმე კიდევ საქართველოს მოევლინება ხელმძღვანელად. ასეთ შემთხვევაში ის ხომ ანალოგიურად მოიქცევა. ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხომ რეალობა გახდება. ერთადერთი რამ, რაც ანალოგიურად არ წარიმართება, შესაძლებელია იყოს რუსეთის აქციელი. მაშინ არ შემოვიდნენ თბილისში, მაგრამ თუ აუცილებელი იქნება, რა თქმა უნდა შემოვლენ. თუ მოვლენები ასე განვითარდება, თუ ქართველი ხალხი ისევ დაუშვებს მომაკვდინებელ შეცდომას და ამ ფსიქიკურად შერყეულ ადამიანებს, ფაშისტებს, ნაძირალებს, სისხლის მსმენელებს ისევ დაუშვებს ხელისუფლებაში. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ერთ სიტყვით ეს ყველაფერი ის, რაც შეეხება ომის დაწყებას და ამ ომში დამნაშავის ძებნას. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სულაც არ არის მეორეხარისხოვანი. აი მაგალითად რა განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. თქვით რომ ომის დაიწყო სააკაშვილმა, ანუ საქართველომ. როგორ გეკადრებათ? ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სააკაშვილი, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სააკაშვილი ეს სისხლიანი ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველოს იყოს ერთ და იგივე. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ბინძური აგენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ბიძინა ივანიშვილს რატომ აიგივებს აქ? დააგვირდით რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს რომ პირველად თქმულიყო, ალბათ გავატარებდი, მაგრამ ეს მეორდება და მეორდება. ომი დაიწყო სააკაშვილმა. ამას უკვე აღიარებს ქართული ოცნება. თუმცა თავიდან ამას არ აღიარებდნენ, მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ ეს აღიარებინათ. სააკაშვილმა დაიწყო ომი. ნიშნავს უარა ეს იმას, რომ ომი დაიწყო საქართველოს. ღმერთმა დაგვიფაროს ამბობს ბატონი კობახიძე, რომ ვიღაცა აგენტი, ვიღაც ასეთი და ვიღაც ისეთი საქართველოსთან იყოს, ასე ვთქვათ, დაწყვილებული და საქართველოს სახელით ლაპარაკობდეს, მაგრამ როგორ? სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი არ იყო იმ დროს, არჩეული პრეზიდენტი არ იყო. მის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეგვქონდა, ვინმე სვამდა ამ საკითხს, ან დღემდე ვინმე სვამს ამ საკითხს, ვინმე აყენებს ამ საკითხს, არა. არავინ. სააკაშვილი იყო ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოსი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. შემდეგ ვარდების რევოლუცია რომ დაარქვეს. დაცინვა ამაში თავისებური ვარდების დაკავშირება
პროცესთან, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალება ქვია, მაგრამ ასე გაფორმდა ეს ყველაფერი, ასეთი იყო პერფორმანსი დასავლეთში დაწერილი სცენარით, ამერიკის სპეციალური სამსახურების მიერ შექმნილი სცენარით, რომელიც აქ მათი უშუალო ინსტრუქციით განხორციელდა. ასეთი რეალობა გქონდა, ასეთი ვითარება გქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სააკაშვილი ქართველმა ხალხმა ელჩია უმრავლესობით. და დღემდე არავინ არ აყენებს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ის არალეგიტიმური პრეზიდენტი იყო და თუ კი ის არალეგიტიმური პრეზიდენტი არ ყოფილა, ანუ საქართველოს კანონიერი ხელისუფალი იყო. მაშინ როგორ შეიძლება ასე დავყოთ? სააკაშვილმა დაიწყო ომი, მაგრამ საქართველოს არ დაუწყია ომი. ეს ხომ დაახლოებით იგივე იქნება, თქვათ გერმანელმა ხალხმა იძახოს, რომ ომი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ჰიტლერმა, მაგრამ გერმანიას არ დაუწყია. მე რამდენადაც ვიცი, გერმანელებს ასეთი რამ არ უთქვამთ. კი, ჰიტლერია დამნაშავე, ჰიტლერია ბოროტება, ჰიტლერია ფაშიზმის მამამთავარი, მაგრამ ეს გერმანიას ან თავისუფლებს პასუხისმგებლობისგან? არა, გერმანელებმა ბოდიში მოიხადეს. ჰიტლერის სახელით კი არა, გერმანიის სახელით. და ეს გააკეთეს არაერთხელ. იმიტომ რომ როდესაც არჩეული ხელისუფალი დანაშაულს ჩადის, იმ დანაშაულის მონაწილე ხდება ხალხი, რომელმაც ის აირჩია. ესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ. აი ამგვარი ტრიუკებით ბოდიში ამ სიტყვისათვის. რომ სააკაშვილი ეს აგენტი, ეს ფაშისტი, ეს როგორ შეიძლება იყოს საქართველოს სახე, საქართველოსთან გაიგივებული პიროვნება. ეს არ არის სწორი. ჩვენი სიმძიმე, ჩვენი ტვირთის სიმძიმე, ქართველმა ხალხმა ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ. სააკაშვილს პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ქართველი ხალხი ერთიანად ციხეში ვერ წავალთ, რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს დანაშაულს. როდესაც გიჟები მოვყავს ხელისუფლებაში, როდესაც ემოცია მართავს ქვეყანას, როდესაც გონიერება, ცნობიერება, რაციონალური განსჯა გადადის უკანა პლანზე და წინა პლანზე მოდის შიშველი ემოცია, დაუოკებელი ემოცია, რომლის უკან გონიერების ნასახი არ დგას, შედეგი ყოველთვის იგივე დადგება და პასუხისმგებლობას დადგება. არა ერთი პირისა, არა ერთი ჯგუფისა, არამედ ხალხისა, რომელმაც ეს დაუშვა. ეს უნდა დავიმახსოვროთ, ახლა მოდით გადავიდეთ ჩვენს ცნობილ რუბრიკაზე ფსიქიატრიის რენტგენი და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. ემოციებზე ვსაუბრობდი წაღან. ემოცია ზოგჯერ არის ყალბი და გულის სამრევი, ზოგჯერ არის ნაღდი, თუმცა სასარგებლო არც ერთი არ არის. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ემოციის აი ის ფორმა, სადაც სიყალბეა წინა პლანზე, თამაში და გულის სამრევის სიტუაცია. ხალხო, როდემდე მოვითმინოთ ეს? მადლობა ბატონვილი, ბატონგია თქვენთან გადმოვალ. ბატონვილი მახსენა შემდეგი რომ ის არ ელოდა ამგვარ გადაწყვეტილებას, სხვათა შორის ბატონვილი დამშვიდით მოგცემთ შესაძლებლობას რომ აი ამ არამზადებმა იციან რომ ქართველი ხალხი ასე ემოციაზე არის მომართული და ემოცია ჭრის, ასე ვთქვათ. ამიტომ იმართავენ ასეთ სიყალბეს, ასეთ თამაშს, ასეთ ფარისევლობას და ცრემს, რომ აი ხედავ რა დღეშია კაცი ჩავარდნილი სამშობლოზე გულდათუთგული. მაგრამ არის ემოცია, რომელიც გაცილებით უფრო გულწრფელია ვიდრე ჩვენ ახლა ვნახეთ, აი სულ გუშინდელი თუ გუშინწინდელი ამბავი. სლავა პუტინო ხო ყვიროდი? სლავა პუტინო ხო ყვიროდი ცხრა? ცხრა ყვისტო სლავა პუტინო რა განიყვირე ბიჭო? მოღალატე!
შეარა კაცო შენ ვიღაცამ გამოიარა და რაღაც პროვოკაციაზე წავიდა ეთყობა დიდება პუტინს წამოიძახა და აი ამის შემდეგ დატრიალდა ეს ამბავი რომლის პატარა ფრაგმენტი გიჩვენეს დიდხანს გრძელდებოდა ეს ამბავი ხალხჩართულ ჩხუბამდე მივიდა სიტუაცია რომ როგორ შეიძლება საქართველოში ვინმე ასეთ რამეს ამბობდეს კი მართალია ეს პროვოკაცია იყო რა თქმა უნდა მაგრამ აი ემოციები რას გვიშვება ემოციები რას გვიკეთებს ეს პროვოკაციული წამოძახილი ვინ ჩაიდინა ეს ამბავი ეს ხომ იმიტომ ჩაიდინა რომ იცოდა რეაქცია როგორი იქნებოდა აი ეს არის ქართული ხალხი მარტო შიშველი ემოცია საკვარისია ვიღაცამ ერთი სიტყვა წამოიძახოს და წაეგიდება ცეცხლი ყველაფერს ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვამბობ საერთოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ ქართველები ემოციური გადაწყვეტილებები ემოციური დამოკიდებულებები საგნებისა და მოვლენების მიმართ განსაკუთრებით პოლიტიკაში არასოდეს ხეირის მომტანი არ არის მხოლოდ რაციონალური განშა მხოლოდ მიზეზშედეგობრივი მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ გათვლა იმისა რა შედეგი მოყვება სამწუხაროდ ბოლო 40 წლის განმავლობაში საქართველოს იმართება ემოციებით და ეთყობაზედ რა მდგომარეობაშიც არის პირველ რიგში სწორედ ამ ემოციის სინაპლანზე წამოწევაშია აი ამ ჩვენი უბედურებისა რაც დაგვემართა ახლა ერთი სახალისო ეპიზოდი ქართველი ერთ-ერთი პოლიტიკოსის ცხოვრებიდან ერთი ქალბატონი შემხვდა გავიარე კოვიდის დროს დავდიოდი ის რა ქვია ფეხით აქვე ვცხოვრობ მე თქვენ სტუდიასთან და ცირკის გვერდზე უნდა გამევლო და მე პარტიის ოფისში მივიდიოდი და ერთ ქალბატონი ძალიან სანდომიანი და ისეთი გადმოდგა და ბატონო შალვა ჩვენთან სურათს თუ გადაიღებთო და მე ვთქვი რა აზია საუბარი გადავხვი ხელი გადავიღეთ სურათი და მე მითხრა რომ აი სულ თქვენ გაძლევთ ხმას მაგრამ მაინც ეს ცირკთან დგავარ მიკუდა გულაი კინაღამ ვიტი რეგებს შალვა ამ ემოციების მჯერა რა სტუდიაში დაატრიალე მაგრამ ისე რომ დაუფიქრდე მაინც არ არის ცუდი ამბავი ეს საქართველოში ბოზები თუ გიჭერენ მხარს მაშინ პირველ ადგილზე თუ არა მეორე ადგილზე მაინც გახვალ ალბათ იმიტომ რომ ისე მომრავლდნენ ბოზები საქართველოში რომ არ არის ცუდი ამბავი შედეგის მიხედვით კიდევ ერთი პოლიტიკური პერსონაჟი როდესაც ქვეყანამ მიდის ევროპისკენ და ევროპული ინტეგრაცია ყველაზე ხელშესახები სწორედ ამ პერიოდში იყო, ბუნებრივია ამ ასეთ პირობებში, ასეთი მთავრობის პირობებში რუსეთთან ნორმალიზება ურთიერთობის ეკონომიკური იქნება, კულტურული და ამ შემდეგ სავსებით მიზანშეწონებელია. დააგვირდით რა ლოგიკა თუ კი ქვეყანა მიდის ევროპის მიმართულებით, ასეთ შემთხვევაში რუსეთთან კარგი ურთიერთობა, ნორმალური ურთიერთობა სავსებით მისაღებია. ანუ თუ გავაგზავნებთ ამ მსჯელობას, თუ კი რუსეთთან მეგობრობის მიმართულებით წავა ქვეყანა, მაშინ რუსეთთან მტრობა გმართებს. მაშინ დაუშვებელი იქნება რუსეთთან მეგობრობა. აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს, ამ ეგრეთ წოდებულ მეხუთე კოლონას ლოგიკასთან, მსჯელობასთან, აზროვნებასთან. ეს არის მათი ასე ვთქვათ. დიახ. საიდან აქვთ მათ ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც გახვირიან ხოლმე. რა წყაროებით იკვებებიან და საიდან იღებენ იმ საიდუმლო რაღაც მონაცემებს, რომლებსაც მერე ავრცელებენ და ავრცელებენ გაუთავებლად. ინფორმატორებისგან რა იცოდით მაშინ? მაშინ ვიცოდი რომ ესენი იყვნენ პირდაპირ მუშაობდნენ იმასთან. ანუ ყოველ მეორე დღეს რუსეთში მოსკოვში დაფრინავდნენ, ჩადიოდნენ, ჩვეულებრივად ესწრებოდნენ თათბირებს, პუტინთან შედიოდნენ მისაღებებში, პუტინთან ამის გარდა. ვინ მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ სახელი და გვარები? კი, როგორ ბიძინა ივანიშვილი, პუტინთან მისაღებში რომ შედიოდა ხოლმე, როგორ იჯდა მისაღებში, ემაგას მეუბნებოდნენ. ეხლა არის მისაღებში. მე ძალიან სერიოზული აგენტურა ყავდა და ძალიან სერიოზული ინფორმაცია მომდიოდა.
ვინ იჯდა პუტინთან მისაღებში, აი ვინ სადმუშაობდა, ვინ როგორ თანამშრომლობდა რუსეთთან, თუ დეტალებში ვიცოდი ეს ყველაფერი. ძალიან სერიოზული ინფორმატორები ყავდა, ეგრევე და მაგ დეტალებში კრემლის საქმე მაინც კარგად ვერ მიდისო რომ მითხრათ, იზოლებული ვარ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ მართლა დიდი პრობლემებისა და გასაჭირის წინაშე დგას კრემლი, მაგრამ ისეა კრემლის საქმე წამხთარი რომ აი ამ კაცს ახლა თქვენ ვისაც უსმენთ. პირდაპირ მოსდის ინფორმაცია პუტინის მისაღებიდან და პუტინის კაბინეტიდანო მე არ მჯერა. თქვენ თუ დაიჯერეთ კი ბატონო, ყავს ასეთი ხალხი ქვეყანაზე და ახლა ყველა ამათ ერთად აღებულს უფროსად უნიშნავენ ნანული ჟორჟოლიანს. ნანული ჟორჟოლიანის ინტელექტის დამადასტურებელი ერთი პატარა ვიდეო მასალა მინდა წარმოგიდგინოთ. დამიჯდნენ ახლა ეს ვირტუალური ჩოთქით, რომ მან დამდენი ხმა დამითვალეს და ვეუბნები რომ შეეშვითვლას, ანუ ნებისმიერი რიცხვი ჩაიფიქრეთ 1-დან 10-მდე სიტყვაზე. ჩაიფიქრეთ, ხო? ეს რიცხვი იყო 7, მართალი ვარ? 17. ესე იგი, ქალს კითხეს, უთხრეს 1-დან 10-მდე ნებისმიერი ციფრი ჩაიფიქრეო და ამას შეუფიქრებია 17. ხო, აი ეს ქალბატონი გვაძლევს მიხეილ სააკაშვილის შეფასებას. პრეზიდენტობის განმავლობაში გალის ტერიტორიაზე ჩვენი ინფორმაციით ორჯერ იყო ღამე ჩუმად გადასული. მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ჟურნალია არის The Economist. იცის თვითმფრინავის მართვა? ახლა თქვენ ხომ იფიქრეთ რომ რა სისულელეებს ბოდავს სად სააკაშვილი და სად თვითმფრინავის მართვა, მაგრამ როგორც ჩანს დატყუვის არ ამბობს. აუცილებელი იყო ფოჩი ჩაფრენა, რათა გაგვამხნევებია, იმიტომ რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იქ ხალხი დაიღუპა. და მახსოვს ავფრინდით, მიფრინავდით ძალიან ძვირს ღრუბლებში დამალულები, იმიტომ რომ ყველა მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, საიღო გადაკეტილი და ესე ღრუბელ მალვით ჩავფრინდით როგორც იქნა ფოჩი. ეთყობა მართლაც უძლიერესი პილოტია. აი ღრუბელ მალვით თბილისიდან ფოჩი რომ ჩაფრინდება კაცი. ამას ხომ მოხერხება უნდა და ვის ემალებოდა ხომ იცით? რუსულ ავიაგამანადგურებლებს. მაგრამ მოხერხებულად ღრუბელ ისე გაფრინდა რომ მშვიდობიანად ჩაფრინდა დანიშნულების ადგილზე. აი ეს არის ამათი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ყველასი ერთად აღებული. წაღა ვთქვი მე რომ რუსებს დადგარგათ არა აქვს საქმე მეთქი, მაგრამ დასავლეთს მაინც უარესად აქვს საქმე. ვინაიდან დასავლეთი თუნდაც მარტო საქართველოს მაგალითზე რომ იმჯეროთ. ვინაიდან დასავლეთი ამათ ეყრდნობა საქართველოში. არა, იმ დასავლეთ საქმე კარგად არ აქვს. არ შეიძლება ნანული ჟორჟოლიანი იყოს რომელიმე პარტიის ხელმძღვანელი. მით უმეტეს იმ პარტიისა, რომელიც დასავლეთის ინტერესებს ემსახურება ქვეყანაში. მაგრამ ხედავთ რომ კრიზისი აქვს დასავლეთს. ჟორჟოლიანის კრიზისს დავარქმევდი ამას პირობითად. ყველაფერი ეს რა არის, ვინ არიან, რა ადამიანები არიან, რა შემადგენლობაა, შეიძლება მათ რაღაც იუმორისტული და გროტესკული და რა ვიცი, აი რაღაცა გაკეთდეს ისეთი, რომელიც დაგვანახებს მათ სახეს. ბატონო სოტნე, თუ არის მზად თამარ კვარაცხელიას სიუჟეტი. ნახოთ როგორ იგუგლება თეა ადეიშვილი. მე საერთოდ არ იგუგლება. ხმერთო ჩემო ასე რომ ჩავწეროთ მიშას თეა. მე ბარამიძე არა, ეგ გია, მიშას თეა მინდა, თეა. მოგესალმებით.
ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება, მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. სად გაგახსენდა ახლა თეადეიშვილიო აუცილებლად მკითხოთ. მე კი მხოლოდ ასე შემიძლია ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ. ღმერთო ჩემო, ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გავცეთ? უიმოძნეთ. და მაინც მოდით მოვუსმინოთ დედა გიულისა და თვით გია ფარამიძეზე ბუმბერას მიშის თეა ადეიშვილს. შორის დონალდ ტრამპზე იგუგლებოდა ერთი პერიოდი იდიოტს რო ჩაწერდი დონალდ ტრამპს აგდებდა იმიტომ რომ ალგორითმა Google-ის ალგორითმმა ასე იმუშავა როცა დონალდ ტრამპა პირველი ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღო ყველა მას იდიოტს უწოდებდა და მე იდიოტი რო ჩაგეწერა Google-ში და ამის გამო დაიბარეს Google-ის მფლობელები CIA-ში და იყო ძალიან დიდი გამოძიება ამასთან დაკავშირებით და დღეს ახლა ინტერნეტ ციფრულ სამყაროში ასე მუშაობს ყველაფერი და მალე ამ სამასოზე შალვა პაპუაშვილი თავისთავად ამოვარდება Google-ში. დედა, მამა, ბოდის გიხდით. ეს სამასოიანი სიტყვა დაგუგლე. Google-მა საერთოდ არაფერი მოძებნა ამ სიტყვაზე. დაბლოკილი აქვს ეს სიტყვა. სამაგიეროდ შემომთავაზა ალტერნატიული ვერსია. ჯოგიო. ანუ აი ეგ სიტყვა სამასოიანი მრავლობით რიცხვში გადაიყვანა და ეთა ჯოგიო შეგიძლია დაგუგლო. მე თავდექი და ინტერს დავაჭირე ხელი. გაგეცინებათ და ქალბატონოთია იცით ვინ ამომიგდო? აი ესენი. სულ თქვენები. შეგიძლიათ დატკბეთ. ხოდა, რახან ზაფხულია? შობილების პერიოდი. ან უსაქმურობის. მე ახლა საპატიო მიზეზით თბილისში ვარ და არ ვიცი რა ვაკეთო. დავდექი და საქმე გავიჩინე. გადავწყვიტე, ავყვე ქალბატონი თეას ტრენდს. და მართლაც დავგუგლო ესათვის ადამიანი. ან ესათვის სიტყვა, ესათვის მოვლენა და წინადადებაც კი. რატომღაც, არ ვიცი რატომ. პირველი მომინდა დავადგინო ქალაქ მარიუპოლზე დეტალები. ამაინტერესა. ვინ მოიტანა კბილებით ჩვენამდე ეს ქალაქი? მოდით, ერთად დავგუგლოთ. მარიუპოლი როგორც უკრაინული ქალაქი აზოვის პოლკთან ერთად შეუნარჩუნებია მიხეილ სააკაშვილს. იცოდით ამის შესახებ ვინმე? Oh my god! Wow! აღიარეთ. გენიალური ქალია. ფანტასტიკური. მოდით უსაქმურობის ჟამს ისიც ვნახოთ. ამ სიცხეში რა ავეშებს ქალ გია ბარამიძეს? სიმშვიდემ სული ისე მოიცვა, რომ არაფერი აღარ მავეშებს. ვიცი სამშობლო გადამირჩება. ან ჩემს თან ერთად, ან ჩემს გარეშე. თანაზო და გამხდები, აჰა, გაგირიცხეთ უარა მე. მიშას სიყვარულის გარდა კიდევ რაღაც სოდნია ამ ქალბატონს. დასაფასებელია მისასალმებელი. ხოდა მიშაზე გამახსენდა. ჩვენს მიხეილ ოდისევსზე. მიხეილ სერვანტესზე. მიხეილ აღმაშენებელზე. მიხეილ მანდელაზე. აი ამ ბუმბერას და გენიოს ადამიანს, ამ დიადს, ამ ისტორიულ მოვლენას რა აღიჭინებდა საკუთარ ხალხს 2008 წელს. ხელ ინტერვიუს დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვკითხე რატო ხეჭავდით მაშინ ხალხსა და მითხრა მე ისეთ რამებს მიყვებოდნენ სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებზე ჩემს ხორცს რომ არ ჭამდი ახლაც მიყვარს. კაი ჩემი დედას პიცა ვარ. აი ეს არის ნამდვილი სიყვარული. როცა შეგიძლია ადამიანს მისი ნებისმიერი სიშლეგე, სიგიჟე, არანორმალურობა და მეტიც დანაშაულიც აპატიო. მიუტევო და გულში ჩაიკრა. იცით რა? პრინციპში მართალიცაა. აბა რატომ უნდა მისცე საქოთქოთო მტერს? როგორი სიტყვა? საქოთქოთო. მეტავ როგორი იგუგლება ეს სიტყვა? მომეწონა. აბა დავგუგლოთ სიტყვა ქოთქოთო. ქარის ქულებთან ომში ჩაკარგული საქართველოს მთავრობა. დღე და ჟამ სულ ქოთქოთებენ თითქოს საქმე და სამსჯელო თავზე საყრელად კონდეთ. ქოთქოთებენ და ქარის ქულებს ეომებიან. იცით რა? ხუმრობა იქეთ იყოს და კარგია ასე რომ უყართ თავიანთი ბელადი. რაც უფრო გვეყარება ერთმანეთი, მით უფრო გაია თორე ისიც კარგია ასეთი თაჩი რომ გაქვს შენს უფროსთან. არის ამაში რაღაც მომნუსხველი, ოდისევსური და პენელოპური. ვარემ ხომ არ დამეგუგლა რა ჯანდაბას ნიშნავს სიტყვა თაჩი. ანუ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს თაჩი ადამიანთან. თაჩი. You touch my la-la-la. My ding-ding-dong. აი ამ ხავა. მე
ანეკდოტები ხართ რა. ისე ამ სიცხეში, რო ვიგუდები ამ თბილისში. არც ვიცი რა ვაკეთო. მოდით ერთი კაი ახალი ანეკდოტი ხომ არ დამეგუგლა. მეც გავიცინებდი და თქვენც გაგაცინებდით. დავგუგლოთ. ახალი ძალიან სასაცილო ფაქტიურად ხოხმა ანეკდოტი. ზეთი ანეკდოტი დაწერა სხვა შურაჭი აბერაშვილმა აბსოლუტურად შესაფერიც ხო ეხლა ამ ანეკდოტის არც გავიმეორებ ეხლა საზოგადოებას არ შევაწყე რომ უცხო პლანეტელები წაყვანას პირდებიან ცნობილი ანეკდოტის გმირებს ქართველებს უცხო პლანეტაზე და ერთ ადამიანს ეუბნებიან რომ რაღაც სამჯერ ორი რამდენია და მეორეს ეკითხებიან ხო ისეთ ციფრების გამრავლების შედეგს რომელსაც ეხლა ეს ადამიანი უცბად ვერ ეტყვის კალკულატორის გარეშე ხო იმიტომ და მეორე ეუბნება რომ ესე იგი ჩემი წაყვანა არ გდომებიათო და მაგრამ ბოლოს არ მინდა გადაცემა ისე დავასრულო, რომ უბრალოდ ესე ვიცინოთ, ვეკოთქოთოთ და შედეგი არ გქონდეს არაფერი. გონი ჯობია ყველა თავის პრობლემაზე დაფიქრდეს. ჩემო ანტინაცებო. მოდი ჩვენც ხომ არ დავფიქრდეთ ჩვენს პრობლემებზე. მე როგორც ვფიქრობ, ნაცები მაქსიმალისტები არიან. ამ ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება უნდათ. ეპოტინებიან რაღაც დიადს, გრანდიოზულს, მაღალ მატერიებს. ჩვენ კი რაღაც მოგდებულ ტყუილ სუფსაც ყაბულს ვართ. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? იქნებ ჩვენ განათლებაშია პრობლემა. პროსტორად იქნებ იმაში, რომ ჩვენ არ ვართ მათსავით განათლებულები. ხო, შეიძლება გეწყინათ, მაგრამ სიმართლე მწარია. თქვენ იცით საერთოდ რას ნიშნავს განათლება? წაგიკითხავთ თეთრი პიარი, შავი ჭიარი და ფერადი მქვიარი. აი ამათ წავუკითხავთ. სხვათა შორის მე ამ წიგნში შავი პიარი, თეთრი ჯიარი და ფერადი აი არის საერთაშორისო ურთიერთობები წავიკითხე სადღაც 2003 წელს. ეს არის განათლება. ხო და ჩემო მეგობრებო, ანა მამად საქმეებს გავურჩევთ და მოვინდომებთ რომ ნარავნი დავუდგეთ. გონი ჯობია ვისწავლოთ. Google, search და ის შეგვიძლია თუ არა ხიშტებზე ჩამოჯდომა. ცოტა განათლებულები რომ იყვნენ, ეცოდინებოდათ ერთ ჭკვიან ადამიანს აქვს ნათქვამი და თვითონ დასერჩონ თუ აქვთ ამის უნარები, ერთ ძალიან გავლენიან და ძალიან სოფლის რო აზანზარებდა არა მარტო თავის ქვეყანას, ასეთ მბრძანებელს უთხრა მისმა ერთმა ჭკვიანმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ბევრი საუკუნის წინ. ხიშტების წყალობით შეძლებ ყველაფერს გარდა ერთისა. ხიშტებზე ვერ ჩამოჯდები. ისწავლეთ მეგობრებო. ისწავლეთ. ვერ გავფრინდებით ასე შორს. Google, search და ის წიგნი. თეონიე ბაგდავაძემ როგორ ჭიდა. მე Google ვიცი. ორი ღირი ინგლისური და თეონიეს წიგნი დამრჩა და ეგა. ამიტომაც ასე ამაყად გიმშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თამარ. ამ უწურავი სიგიჟის ასე ამომწურავად მოტანისთვის. ამით დავამთავროთ ეს რუბრიკა და მივხვდეთ ისევ პოლიტიკურ ცხოვრებას. რა ხდება საერთაშორისო არენაზე? ბევრი რამ ხდება, უამრავი რამ ხდება. ისეთი, რომელშიც გარკვევაც ძალიან გაგვიჭირდება, წინააღმდეგობრივი, რაღაც არათანმიმდევრული. მოკლედ, ბევრი რამ ხდება ქვეყნად ისეთი, რაც ფილოსოფოს სიზმრადაც არ მოლანდებიათ. შექსპირი გამახსენდა. ახალი სამხედრო ბლოკი ჩამოყალიბდა. Пока Россия бросила все силы на борьбу с Западом, на ее южных и юго-восточных рубежах незаметно родился новый военный гигант. Встречайте, настоящая исламская НАТО. 7 августа в Мекке Эрдоган, наследный принц Мухаммед бен Сальман и премьер Пакистана подписали пакт о совместной обороне. Статья, как у Североатлантического альянса. Нападение на одну страну будет считаться войной против всех. У этого альянса есть все для доминирования. Передовые военные технологии и боевой опыт у Турции. Бесконечные нефтяные деньги у саудитов. И главное, ядерное оружие у Пакистана. А на очереди страны тюркского мира, и тот же Азербайджан точно не упустит шанс присоединиться к этому зонтику. Москва так увлеклась историческим противостоянием с Западом, что проглядела тектонический сдвиг на Востоке. Прямо под боком у России вырос новый ядерный блок, с которым теперь придется считаться. Геополитическая карта мира изменилась навсегда. იმდენად საინტერესო ფაქტია და მოვლენა, რომ კიდევ ერთი პატარა სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ ამასთან დაკავშირებით.
Путину и Кремлю придется потесниться. На Ближнем Востоке появился новый геополитический гигант. Саудовская Аравия, Пакистан и Турция подписали исторический оборонный пакт. Теперь любой удар по одной из этих стран считается нападением на весь альянс. Этот союз – прямой вызов всем агрессорам, включая Россию и Иран. На Ближнем Востоке и Кавказе появляется сила, которая больше не намерена терпеть чужие правила игры. Похоже, баланс сил в регионе изменился навсегда. იგი რასთან გვაქვს საქმე თურქეთი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ბირთული შეიარაღების მქონე სახელმწიფო. ერთიანდებიან და ერთ ბლოკს ქმნიან. ვის წინააღმდეგ, ვისგან იცავენ თავს, ან ვის ეხსხმიან. ეს არ არის ჯერჯერობით გაცხადებული. ჯერჯერობით არც რუსეთს უთქვამს არაფერი ამასთან დაკავშირებით და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს უთქვამს არაფერი ამასთან დაკავშირებით. სიუჟეტებში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, აქცენტი მახვილი უფრო რუსეთზე მოდიოდა, აი თითქოს რუსეთს რაღაც პრობლემები შეექმნა აღმოსავლეთშიც. არა მარტო დასავლეთი, დასავლეთით ძალიან გაერთო, მაგრამ აი აღმოსავლეთში რა ხდება, ეს რუსეთის საწინააღმდეგო მოვლენაა, თითქოს ასეა წაკითხული, მაგრამ შესაძლებელია დასავლეთის საწინააღმდეგოც იყოს. საერთოდ ეს დაშლის პროცესი მიმდინარეობს, გაფართოების პროცესი მიმდინარეობს. ერთპოლუსიანი მსოფლიო აღარ არსებობს, შეიცვალა. რამდენიმე პოლუსი აღმოცენდა რუსეთი, ჩინეთი. ახლა აგერ ბლოკები ყალიბდება, გაერთიანებები ხდება. იგი რაღაცა დუღს მსოფლიოში, დუღილის პროცესია, დუღილის პროცესში ვერ გაიგებ მოძრაობის მიმართულებებს. იქ ქაოტური მოძრაობა მიმდინარეობს. დუღს ყველაფერი ერთმანეთში იგრევა ისე რომ მიმართულებებს, რაღაც სიმეტრიებს ვერ დაიჭირ. ასეა დღევანდელ პოლიტიკაშიც. ყველაფერი ადუღდა უკვე და ყველაფერი რომელიღაც მიმართულებით მიექანება. კარგი იქნება თუ ეს არ იქნება გლობალური დაპირისპირების მიმართულება. ეს ამ მსოფლიო ომის მიმართულება, თუმცა დაზღვეული არა ვართ საწინააღმდეგო სამწუხაროდ. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, რუსეთში მართლაც ბევრი პრობლემა დაგროვდა და ეს არ არის მარტო უკრაინის პრობლემა. ეს თუნდაც დასავლეთთან წინააღმდეგობის პრობლემა არ არის. სხვა მრავალმა პრობლემამ იჩინა რუსეთში თავი. ამას გადაწყვეტა ალბათ მოეძებნება იმედია, მაგრამ რის ფასად, რა დაждდება ეს არის საკითხავი. ისე პრობლემები რომ წარმოიშვა ამის დასტურად ახალი არ არის ფლად, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთი კონკრეტული ვიდეო მასალა მინდა წარმოგიდგინოთ. ყაზახეთის პრეზიდენტს ქალბატონი სიმონიანი, ცნობილი ჟურნალისტი რუსეთისა, უსვამს ასეთ შეკითხვას. Ответить, но вопрос непростой, на него по-разному можно ответить, но все-таки я не могу вас не спросить о вашем взгляде на нашу спецоперацию, на ее неизбежность, как мы здесь считаем, и на ее правомерность, ну и вообще, что вы думаете, и что в Казахстане думают по этому поводу. აი ასეთი პროვოკაცია ნარევი შეკითხვაა დასმული, თუმცა პროვოკაციას ამას ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც რუსეთმა დაიწყო 4 წლის წინ, 5 წელი მიდის უკვე, ეს ფაქტია, ეს მიმდინარეობს და ჟურნალისტის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ყაზახეთის პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით და როგორია ამ მოვლენაზე ამ მოვლენასთან მისი დამოკიდებულება, სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვა გახლავთ. ერთ ფაქტს მიაქციეთ ყურადღება. ეს არ არის სადმე ცალკე ჩაწერილი ინტერვიუ, ეს არის დიდი ღონისძიება, თუ არ ვხსნები პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმია და იქვე იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. აი ახლა მარგარიტა სიმონიანის შეკითხვას თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ ოპერაციასთან ყაზახეთს და მის პრეზიდენტს პუტინის თანდასწრებით უპასუხებს ყაზახეთის პრეზიდენტი ბატონი ტოყაევი.
разные мнения по этому поводу, я прямо скажу. Общество у нас открытое, зрелость гражданского общества налицо, поэтому разные мнения высказываются. Но я хотел бы отметить следующее, что современное международное право – это устав Организации Объединенных Наций, но два основных принципа, заложенных в устав, в современное время, в настоящее время пришли во взаимное противоречие друг с другом. Это территориальная целостность государства и право нации на самоопределение. Вот отцы-основатели Организации Объединенных Наций этот момент, видимо, в свое время не учли, а возможно и специально внесли как компромисс два принципа, которые сейчас противоречат друг другу. И, конечно же, коль скоро они противоречат друг другу, то есть и разные понимания. Одни говорят о том, что территориальная целостность государства – это святое понятие, святая категория, а другие утверждают, что любые народы, находящиеся в составе того или иного государства, имеют право на собственное государство и могут отделиться по собственному желанию от него. Но вообще подсчитано, что если право нации на самоопределение в реальности будет реализовано на всем земном шаре, то вместо 193 государств, которые сейчас входят в состав Организации Объединенных Наций, на Земле возникнет более 500 или 600 государств. Конечно же, это будет хаос. По этой причине мы не признаем ни Тайвань, ни Косово, ни Южную Абхазию, ни Южную Осетию, ни Абхазию. И, по всей видимости, этот принцип будет применен и в отношении квазигосударственных территорий, коими, на наш взгляд, являются Луганск и Донецк. Это откровенный ответ на ваш откровенный вопрос. Აი ასეთი პასუხი მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტისგან. მადლობა ბატონ ტოყაევს იმის გამო, რომ ის არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაგრამ თვითონ მიდგომა ნახეთ. რუსეთს მის პრეზიდენტს პირდაპირ ეუბნება ეს კაცი, რომ მე არ ვაპირებ ვაღიარო ის ტერიტორიები, რომლებსაც თქვენ სტატუსს უცვლით ადრე უკრაინაში შემავალ ტერიტორიებზეა საუბარი. დონეცკი და ლუგანსკი. ანუ რა მოკავშირეობაზეა აქ საუბარი. სხვათა შორის ეს ის პრეზიდენტი გახლავთ, ყაზახეთის პრეზიდენტი, რომელიც პუტინმა იხსნა სახელმწიფო გადატრიალებისგან რამდენიმე წლის წინათ. გახსოვთ ეს ფაქტი ალბათ. მაგრამ დამოკიდებულება ასეთია, ანუ რეალობა ისეთია, რომ რუსეთი პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი. პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი. და რატომ მოხდა ეს? ეს მოხდა რიგ მიზეზთა გამო, მაგრამ მე ამ გადაცემას მიმართვა რუსეთს მეთქი, იმიტომ დავარქვი, რომ მინდა სულ რამდენიმე პუნქტი გაგაცნოთ. თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. მაშას მიუმართავ რუსებს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინი ყოველ პარასკევს საღამოს ჟდება ტელევიზორთან და უსმენს სპეციალურ გამოშვებას. მაგრამ არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არავინ არ იყოს ისეთი, ვინც უსმენს ამ გადაცემას და მიაქვს იქ, სადაც უნდა მიიტანოს მისი მოკლე ანოტაცია. ამიტომ მიუმართავ რუსეთს და მინდა უთხრა მათ, რომ უდიდესი იდეოლოგიური საყრდენი გქონდათ სოციალური სამართლიანობა, მაგრამ მას თქვენ თვითონ უთხარით უარი. უდიდესი გაერთიანება გქონდათ საბჭოთა კავშირი, მაგრამ მას თქვენ თვითონ უთხარით უარი. უდიდესი და უძლიერესი სისტემა გქონდათ სოციალისტური სისტემა, მაგრამ თქვენ თვითონ უთხარით უარი. დასავლეთიდან რაც გიკარნახეს, ყველაფერი ბაჯაღლო ჭეშმარიტებად აღიარებთ.
სტალინის პიროვნების კულტი დასავლეთიდან გიკარნახეს და აიტაცეთ. საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიაო დასავლეთიდან გიკარნახეს და აიტაცეთ. სოციალისტური სისტემა უარგისიაო დასავლეთიდან გიკარნახეს და აიტაცეთ. კაპიტალიზმი სამოთხეაო დასავლეთიდან გიკარნახეს და დაიჯერეთ. ამერიკა და ევროპა დემოკრატიის სავანეაო გითხრეს დასავლეთიდან და ეს აბსურდიც ბაჯაღლო ჭეშმარიტებად მიიღეთ. იდეოლოგია არ გჭირდებათო დასავლეთიდან გიკარნახეს და დაიჯერეთ. ახლა აღმოაჩინეთ თუ აღმოაჩინეთ რომ გატყუებდნენ და დღემდე გატყუებენ, მაგრამ რას აკეთებთ? თქვენ იგივეს იმეორებთ. თქვენს მიდგომებში არაფერი შეცვლით. 9 მაისის აღლუმებზე სტალინის სახელის ხსენებას ვერ ბედავთ. ვერც იმის ხმას ბედავთ, რომ ის გამარჯვება რუსეთის გამარჯვება კი არ არის. საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სისტემის გამარჯვებაა. აბა რუსეთის გამარჯვებას აგერ ვხედავთ დონბასში. 5 წლიანი ომის სახით. ვერ დავარქმევთ ამას გამარჯვებას. მძიმე მოსასმენია, მაგრამ უნდა გითხრათ, რასაც გეუბნებით. დასავლეთი იქამდე არ მოისვენებს და არ მოგასვენებთ, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობის წინაშე არ დაგაყენებთ. წახვალთ ამაზე. გვახსოვს პუტინის ნათქვამი. რად გვინდა ისეთი მსოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ ასეთი აუცილებლობის წინაშე დავდგებით, ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. არ მსურს ამისი წარმოდგენა, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიყავთ. აქეთკენ გიბიძგებენ, აქეთკენ მიგართრევენ. ხომ გავსოვთ, რა გითხრათ თქვენმა დიდმა იმპერატორმა, თუ არ ვხსნები ალექსანდრე მესამე. რუსეთს ორი მოკავშირე ყავს, არმია და ფლოტი. სამწუხაროდ, არც მაშინ ალბათ და არც დღეს თქვენ სხვა მოკავშირე არ გყავთ. ამიტომ არ ვიცი რა უშველის ამ საქმეს და როგორი იქნება ფინალი. მე ვფიქრობ, რომ ისევ ლოცვა თუ გადაგვარჩენს, ისევ ღმერთის იმედით თუ ვიქნებით, თუმცა ეს ლოცვა ისეთი ფარისევლური თუ იქნება, ძალიან ხშირად რომ ხედავთ ხოლმე რუსეთშიც, საქართველოშიც, ალბათ სხვაგანაც, ლოცვის ფასიც ალბათ კაპიკი იქნება. აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ერთი სასულიერო პირი. საქართველოს ჩვენ შეგვიძლია ვთქვა, რომ 1000-ზე მეტი ეკლესია მონასტერი მაგის დაყოფს ვიმკით დღეს. მართლა ვართ ეგეთები? 100,000-ობით ბაზიერებლები რო ვართ და 1000-ობით აზერები და ყველგან როცა კომუნისტები დრო საერთოდ არ იყო არაფერი და მასში ცხოვრების წესი ბევრად უკეთესი იყო გეუბნებით. ქრისტიანი არ ახარო კაცი რო გეტყო და მორჩაიზ აკონტროლებდა ურთიერთობებს. მის ქვეშ ვიყავით, არც ვიცოდი ქრისტე ვინ იყო. დღეს ყოველ სოფელში ტაძარია, ბრევლია, ყველა რაში გვეტყობა? კითხოთ, კითხვა არ უნდა დავსვათ, ნაყოფი სად არის? რა გჭირს? რაღაცა გჭირს, ხო რაღაცა არის შესაძლებელი, რაღაცა არის სხვანაირად დასანახი. ასე ჯიუტად რომ ვიტრაბახოთ, ამდენი ტაძარი ყავს, ამდენი რა მნიშვნელობა, რაოდენობა, კაცო, ერთ ადამიანს ეძებს, ესაია, იერემი, ეგ ერთი კაცი მინდაო ქალაქში თუ ვიპე ქალაქს გადავარჩენო. ლოცულობს თითქოს ხალხი. ეკლესიისკენ მიბრუნდა თითქოს ხალხი, მაგრამ ნაყოფი არ ჩანს, გვეუბნება სასულიერო პირი და აბსოლუტურად მართლაც გვეუბნება. სიყვარული დავკარგეთ. სიყვარულის უნარი დავკარგეთ. და იქ, სადაც სიყვარული არ არის, არც ლოცვას, არც სანთას, არც პირჯვრის წერას და არც ეკლესიაში სიარულს არავითარი ფასი არ აქვს.
აი რას გვეუბნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ყველა საიდუმლოც რომ ვიცოდე და ისეთი რწმენა მქონდეს, თების დაზვრა შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არა ვარ. მხოლოდ მოჟღრიალე რვალი ვარ. მთელი ჩემი ქონება გახაკებს რომ დაურიგო და სხეული მივცე დასაწვავად, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგებს. ჯულის აღსრულება სიყვარულშია. რა თქმა უნდა ასია. სამწუხაროდ ეს დუღაბი დავკარგეთ. ეს ადამიანთა შემაკავშირებელი და ადამიანთა შემაკავებელი დავკარგეთ. საბოლოო ჯამში ალბათ უღმერთობამდე მივდივართ. ეკლესიაში სიარული, ფარისევლობაა მხოლოდ ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან. უღმერთობაა ყველაფრის თავი და ბოლო. უღმერთობაა ყველა უბედურების საწყისი და სათავე. მე მინდა ჩვენი უსაყვარლესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გავიხსენო. ადამიანი თუ იპოვის ღმერთს, მაშინ თავის თავსაც იპოვის და თავის ადგილსაც იპოვის. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი ბედნიერი ღმერთის გარეშე. ღმერთი აძლევს ბედნიერებას. ალბათ აქ იქნება ყველაზე სწორი იმ რიტუალის შესრულება, რითაც ვამთავრებ ხოლმე ამ გადაცემას. სამთვის ანთება და იმედით რომ ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვებით. ნახვამდის.